მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2023 წელი ამოცანა ნომერი 34. დახშულ ჭურჭელში იმყოფება აზოტი N2-ო, რომლის აბსოლუტური ტემპერატურაა T, ხოლო წნევა P. 2.4 T აბსოლუტურ ტემპერატურაზე აზოტის მოლეკულების ალფა ნაწილი დაიშალა ატომებად და წნევა ჭურჭელში გახდა 4P და ჩვენი მიზანია განსაზღვროს სწორედ ეს ალფა, რა ნაწილიც დაშლილა ატომებად. კარგით, ესე იგი ჩავწეროთ მოცემულობა. პირველ რიგში ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჭურჭელი არის დახშულიო, შესაბამისად მოცულობა არ გეცვლება, V1 უდრის V2-ს და უდრის V1 აღნიშნოთ მოდით ეს. აბსოლუტური ტემპერატურა თავიდან, ესე იგი, დაშლამდე T1 არის T-სიო გითხრეს. ხოლო P წნევა P1 ტოლი არის P-სიო. შემდეგ, როცა უკვე 2.4 T აბსოლუტური ტემპერატურა გახდა, ესე იგი T2 როცა გამხდარა 2.4 ტესტოლი, ამ დროს აზოტის მოლეკულების ალფა ნაწილი დაიშალა ატომებად და წნევა კიდე P2 გამხდარაო 4P-სტოლი. და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ რა ნაწილი დაიშალა ატომებად. ესე იგი ალფას გვეკითხებიან და განსაზღვროთ ალფა. აი, მოდი პირველ რიგში ჩავწეროთ კლაპეირონ-მენდელეევის იდეალური არის მდგომარეობის განტოლება. PV უდრის n შეფარდებული n ავოგადროსთან RT. ну სადაც P შესაბამისად წნევა, V მოცულობა, n ნაწილაკების რიცხვი, n ავოგადროს რიცხვი, R უნივერსალური მუდმივა გაზების, ხოლო T ტემპერატურა, ხო? ეხლა ჩვენ გვეუბნებიან, რომ ალფა n ცალი, ანუ გვაქვს n ცალი მოლეკულა, ხო? n ცალი მოლეკულა. ну ალფა ნაწილი დაიშალა. ну ალფა პირობითად თუ 1/2-დია, ან 1/3-დია, ან რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ გონდეს უნდა განსაზღვროთ, მაშინ ალფა ჯერ 1/2-ჯერ ან 1/3-ჯერ n ნაწილს მივიღებთ, ხო? ალფა n ცალი, ასე იგი, ალფა წილი თუ დაიშალა და თავიდან n იყო, მაშინ ალფა n დაიშალა და დაიშალა ატომებად. ესე იგი, ალფა n ცალი მოლეკულა დაშლილა და გარდაიქმნა ატომებადო. ესე იგი, ერთი მოლეკულა თუ შედგება ერთი N2, რადგანაც შედგება N2 აზოტის მოლეკულა ორი აზოტის ატომისგან, სულ ალფა n ცალი მოლეკულა თუ დაშლილა, მაშინ ატომი მიგვიღია ორჯერ ამდენი, ხო? ესე იგი, დაშლილა და მივიღეთ 2 ალფა n ცალი ატომი. ესე იგი, ალფა n ცალი მოლეკულა თუ დაშლილა და თავიდან n იყო, n-ს თუ გამოვაკლებ დაშლილებს, მოლეკულების რიცხვს, ამდენი დაგვრჩა მოლეკულა, ხო? ამდენი დაგვრჩა მოლეკულა. და სულ ნაწილაკების რიცხვი რა იქნება? კიდე ამას უნდა დაემატოს 2 ალფა n. აი, ამდენი ცალი მოლეკულა გვაქვს, ცალკე მოლეკულა, დარჩენილი და პლუს ატომები გვაქვს. ამ ჩვენ დახშულ ჭურჭელში, როცა 2.4 T ტემპერატურა გახდა. ესე იგი, ეს ტოლი არის მეორე მხრივ n-2 ალფა, არა, ალფა n, n პლუს ალფა n უკაცრავად. ეს ტოლი არის n-ჯერ R პლუს ალფა. ანუ მოცემულობაშიც რო სარკე დავამატოთ, ესე იგი, თავიდან ნაწილაკთა რიცხვი თუ იყო n1 უდრის n-ს, ну დაშლის შემდეგ ნაწილაკთა რიცხვში აღმოჩნდა ჩვენს დახშულ ჭურჭელში n2 უდრის n-ჯერ R პლუს ალფა ცალი. ეხლა ჩავწეროთ უკვე აი ეს განტოლება, გამოვიყენოთ, მოდით კლაპეირონ-მენდელეევის პირველი მდგომარეობისთვის, მაშინ აქ უნდა დავწეროთ ერთები, ხო? ვერი და ავოგადროს რიცხვი მუდმივებია და ამიტომ ორივე შემთხვევაში ერთ და იგივე იქნება. იგივე გავაკეთოთ P2-ისთვის, ესე იგი P2 V2 იქნება n2 n ავოგადრო R T2. და ეხლა უბრალოდ მოცემულობაში რაც გვაქვს, ეგენი ჩავსვათ, ხო? P1 მოცემულობად არის P-სტოლი, V1 არის V-სტოლი, ეს უდრის n1 არის n-სტოლი, შეფარდებული n ავოგადროსთან, R და T1 არის რამდენია T1? T1-იც T არის, კი ბატონო. ხოლო მეორე შემთხვევაში P2 V2 რა იქნება? P2 არის 4P. P2 არის 4P.
შემდეგ 4p b2 არის ესეც v, ეს უდრის n2 გახდა n-ჯერ 1 პლუს ალფა შეფარდებული n ავოგადროსთან და r-ჯერ და ტემპერატურა გახდა T2 2.4t. ეს გამრავლდება კიდე 2.4t-ზე. ხო, 2.4t-ზე, კი ბატონო, რომ t-ზე უბრალოდ t-ზე. ხო, ესე იგი რა გამოგვივიდა ახლა მოდით პირობითად ქვედა გავყოთ z-აზე, ხო, ჩვენ ალფას განსაზღვრავთ. აქედან ქვედას თუ გავყოთ z-აზე, 4p-ს თუ გავყოთ p-ზე, მივიღებთ შემდეგ გამოსახულებას, ქვემოთ აგვაქვს 2.4n-rt 1 პლუს ალფა შეფარდებული n ავოგადროსთან, ეს უნდა გამრავლდეს აი ამის შებრუნებულზე, ხო, რადგან იყოფა და ანუ მრავლდება ამის შებრუნებულზე, გამრავლდება n ავოგადრო შეფარდებული nrt-სთან. n ავოგადროები შევეკვეცება, nrt-ებიც შევეკვეცება, pv-ებიც შევეკვეცება და აქედან რა დაგვრჩება? აქედან დაგვრჩება, რომ 4 უდრის 2.4 1 პლუს ალფას. ეს იქნება ფრჩხილებს თუ გავხსნით 2.4 პლუს 2.4 ალფა, საიდანაც რა გამოგდის ჩვენ, რომ 2.4 ალფა უდრის 4-ს მინუს 2.4, რომელიც არის 1.6. აქედან ალფა ტოლი არის 1.6 შეფარდებული 2.4, ნიშნულსაც და მრიცხვასაც 10-ზე თუ გავამრავლებ, მივიღებ 16.24-ს. ეს შევეკვეცება 8-ზე, აქ დაგვრჩება 3, აქ 4. ესე იგი ეს ტოლია 3 უბრალოდ 8-ზე შევეკვეცა, აქ დაგვრჩება 2, აქ დაგვრჩება 3, ხო? 2/3. 2/3. ესე იგი საბოლოოდ რომ დავწეროთ პასუხი, ალფა ტოლი ყოფილა 2/3-ის.